ჩვენ ახლა ვიმყოფებით რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც უკვე დაიწყო მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით. თქვენ კადრშიც ხედავთ, რომ მოდიან ვეტერინარები და ცხოველთა მოყვარულები იმისათვის, რომ საქართველოს კვლავ განაგრძოს ევროკავშირისკენ სვლა. სწორედ ეს არის მათი ერთ-ერთი მოთხოვნა. ასევე მათი მოთხოვნა წარმოადგენს იმას, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდეს ყველა ის პატიმარი, რომელიც საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. აი თქვენ კადრში ხედავთ, რომ აქ შეკრებილები არიან ახალგაზრდები, მათ შორის სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდები, რომლებიც არიან ცხოველთა მოყვარულები, აგრეთვე გეტყვით იმასაც, რომ აქ არიან ვეტერინარები, რომლებიც ამბობენ, რომ ევროკავშირში დაცული არის სწორედ ცხოველების უფლებები და სურთ, რომ საქართველოში აღარ იყოს ამდენი უპატრონო ცხოველი და რომ მათი უფლებები იყოს დაცული. ისინი საუბრობენ იმაზეც, რომ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს სწორედ ეს ყველაფერი. თქვენ ახლა კადრშიც ხედავთ მათ და ჩვენ ახლა შეგვიძლია რომ დაგანახოთ თუ როგორ მიემართებიან ისინი საქართველოს პარლამენტისკენ. ჩვენ ახლა მივდივართ რუსთაველის გამზირისკენ, სადაც წესით მოძრაობა უნდა გადაიკეტოს, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ბევრი შეკრებილია აქ. ჩვენ ახლა განახებთ თუ რა ვითარება არის აქ, მოსულები არიან აქ ცხოველთა მოყვარულები ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით, ბანერებით და აგრეთვე ზოგიერთ მათგანს მოყვანილი ჰყავს თავისი შინაური ცხოველიც და ზოგმა გვითხრა, რომ შინაური ცხოველი არ წამოიყვანა, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ახლა, როდესაც არის შეძახილები და ხმაური ზოგადად საპროტესტო აქციების დროს, მაშინ როდესაც ხდება ხოლმე დარბევა, ისინი ცდილობენ, რომ თავიანთ ცხოველებს გაუფრთხილდნენ და სწორედ ამიტომ მათ არ წამოიყვანეს ისინი აქ, თუმცა ზოგიერთმა გადაწყვიტა, რომ ისინი მაინც წამოეყვანა და ისინი ამბობენ, რომ თავისი ცხოველების უფლებებიც უნდა იყოს დაცული, ასევე ბევრი საუბრობს იმ პრობლემაზე, რაც მიუსაფარ ცხოველებს უკავშირდება, თავის გულის ტკივილს გამოხატავენ და ამბობენ, რომ ევროპაში არის ძალიან კარგი ცოდნის მიღების საფუძველი, კონკრეტულად ვეტერინარები ამას გვესაუბრებიან, რომლებიც თავის ცოდნას, სწორედ რომლებიც მათ ცოდნა შეიძინეს ევროპაში და შემდგომ აქ უკვე ეხმარებიან ცხოველებს და მნიშვნელოვანია ითქვას ის, რომ აი ახლა ჩვენ კადრში განახებთ, რომ მივდივართ უკვე ჩვენ რუსთაველის გამზირი გადაიკეტა და სწორედ ასე მსვლელობით ჩვენ მივემართებით რუსთაველის გამზირისკენ, სადაც უკვე ჩვენ მივალთ უკვე საბოლოო დანიშნულების წერტილამდე. ეს არის საქართველოს პარლამენტი, სადაც უკვე სხვა მოქალაქეებიც არიან შეკრებილები. აი თქვენ კადრშიც ხედავთ ახლა ცხოველთა მოყვარულს, რომელსაც ყავს თავისი ცუგო წამოყვანილი და სწორედ ისიც უერთდება ამ აქციას, როგორც გითხარით, სხვა ცხოველთა მოყვარულებსაც ყავთ წამოყვანილი თავისი შინაური ცხოველები და ჩვენ ისინი ჩავწერეთ, გავესაუბრეთ და მათ გითხრეს, რომ დღევანდელ აქციაზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ აი იმ პრობლემის გაჟღერებაც, რაც მიუსაფარ ცხოველებს უკავშირდება და ჩვენ ახლა შეგვიძლია რომ მოვისმინოთ ის კომენტარები, რაც დღეს ვეტერინარებმა თუ ცხოველთა მოყვარულებმა ჩვენთან გააკეთეს. შევიკრიბეთ ვეტერინარები და ცხოველთა მოყვარულები. მე მომავალი ვეტერინარი გახლავართ, მეორე კურსის სტუდენტი. ვაპროტესტებთ ქვეყანაში მიმდინარე სისხლიან რეჟიმს, რომელიც არის ყოველად დაუშვებელი. ვითხოვთ ევროპულ მომავალს და რა თქმა უნდა უკანონოდ დაკავებული პატიმრების განთავისუფლებას. მე რთულად წარმომიდგენია დღეს რამეს გვაძლევდეს რუსეთი და არ გქონდეს პერსპექტივა ევროპაში ზრდის. აქედან გამომდინარე თავიდანვე და ეხლაც ვფიქრობ, რომ ჩვენთვის როგორც პროფესიის წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის კარი იყოს ღია, მაგრამ აქ ხო მარტო ჩვენზე არ არის როგორც პროფესიაზე საუბარი, ჩვენ როგორც საზოგადოებას განვითარების საშუალება მხოლოდ და მხოლოდ გვექნება იქ, სადაც ვიქნებით თავისუფლები და მოგვეცემა იმის საშუალება, რომ კიდევ უფრო განვითარდეთ, ვიდრე დღეს ვართ და ჩვენ ძალიან ბევრი გვჭირდება იმისთვის, რომ მაღალი დონის ქვეყანა ავაშენოთ და ასეთი შებოჭილობებით მაგას ვერ ვიზავთ. ჩვენი გაერთიანების ერთ-ერთი მიზანია ის, რომ
ჩვენ თანამედროვე ცოდნა და გამოცდილება მოგვაქვს დასავლეთიდან სწავლა იქნება ეს ლიტერატურა იქნება თუ ასე შემდეგ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ინტეგრაცია დასავლეთში მათი გამოცდილების გაზიარება და თუ საფრთხე შეექმნება აი ამ შესაძლებლობას თავად პროფესია ძალიან დაზარალდება. ჩემი ძაღლი არის კარლოს ალკარასი 7 თვის და ძალიან აქტიურად დადის აქციებზე. ოღონდ შორს გევართ, ყველას მოუწოდებ, რომ ვინც აქციებზე დადის, ძაღლებით შორს დადგნენ, რომ გაზით არ მოიწამლონ, მაგრამ არ ვტოვებთ აქციებს, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ვიაროთ ერთად. საპროტესტო აქცია ვეტერინარების და ცხოველთა მოყვარულების გრძელდება. ჩვენ უკვე ვართ სასტუმრო ბილტმორთან და ვუახლოვდებით უკვე ოპერას და რუსთაველის გამზირზე ასეთი მდგომარეობა, რომ მოძრაობა არის შეზღუდული, გადაკეტილია გზა და ჩვენ მოვემართებით საპროტესტო აქციის მონაწილეებთან ერთად უკვე საბოლოო დანიშნულების ადგილამდე, რომელიც გაახლავს საქართველოს პარლამენტი, სადაც უკვე ძალიან ბევრი დღე არის, რაც მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების კუთხით და სწორედ კიდევ მათ აქვთ მოთხოვნები არის შემდეგი, რომ გათავისუფლდნენ ის პატიმრები, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დააკავეს, ასე მათი მოთხოვნა ხელახალი არჩევნები და ევროპული გზისკენ სვლა, რაც პრინციპში თითქმის ყველა აქციის მონაწილეებს აქვს ზოგადად სხვა აქციების დროსაც და თქვენ კადრში ხედავთ აი ახლა ბანერებს, საკმაოდ ბევრი ბანერი აქვთ მათ წამოღებული, რითიც ცდილობენ რომ თავისი სათქმელი უთხრან ხელისუფლებას. ხედავთ სხვადასხვა წარწერებს და აქ გამოსული ხალხი ჩვენ გვეუბნება, რომ მათ სურთ, რომ ევროპული იყოს საქართველო კიდევ იმიტომ, რომ ცხოველთა უფლებები იყოს დაცული. ისინი ამბობენ, რომ იქ ევროპაში არც ერთი ცხოველი არ არის ქუჩაში, ისე როგორც არის საქართველოში. ისინი საუბრობენ სწორედ იმაზე, რომ დღეს საქართველოში მიუხედავად იმისა კიდევ, რომ ძალიან სიცივეებია და ბევრი ცხოველი არის ქუჩაში, თითქმის 9 მილიონი ცხოველი არის ახლა ქუჩაში და არის მიუსაფარი და სწორედ ამიტომ ისინი თვლიან, რომ საქართველოს უნდა გახდეს ევროპული ქვეყანა იმისათვის, რომ როგორც ადამიანების, ასევე ცხოველების უფლებებიც იყოს დაცული და თქვენ ახლა ხედავთ აქციის მონაწილეებს, რომლებიც საქართველოს ჰიმნს ასრულებენ და ისინი ძალიან მალე კვლავ განაგრძობენ სვლას საქართველოს პარლამენტისკენ. აი თქვენ კადრშიც ხედავთ ახლა მათ განწყობას და ისინი მათ აქვთ სასწვენები მოტანილი, არის საქართველოს და ევროკავშირის დროშები და აქ არიან, როგორც გითხარით, ვეტერინარები, ცხოველთა მოყვარულები და ის აქციის მონაწილეები, რომლებსაც უბრალოდ სურდათ, რომ მათ შემოერთებოდნენ. ჩვენ ვაგრძელებთ კვლავ სვლას, აი დაიძრა კვლავ საპროტესტო აქცია და ახლა თქვენ გესმით სწორედ შეძახილები საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან, რომლებიც ძალიან მალე მივლენ უკვე საქართველოს პარლამენტთან და ჩვენც მათთან ერთად, რა თქმა უნდა, მივდივართ დანიშნულების ბოლო ადგილამდე და უახლესი ინფორმაციით დაგიბრუნდებით, თუმცა მანამდე მინდა რომ დაგიტოვოთ აი კადრები, უკომენტაროთ და დაინახოთ თუ როგორ მიდიან საპროტესტო აქციის მონაწილეები უკვე საქართველოს პარლამენტთან.